ეს ვიდეო აუცილებლად უნდა ნახოთ, რადგან ყველაზე გასაოცარ ამბავს მოგიყვებით, თუ კი რამ ოდესმე მოგისმენიათ. ისევ ქართულ კვალს ვადგავართ და მე და გიორგი ვერ მოვიწმინეთ, სანამ ჩვენი ფილმი გამზადდება და ერთი ეპიზოდი აუცილებლად უნდა მოგითხროთ, რომელიც არის ძალიან საინტერესო. როდესაც დედოფალმა ელენემა ააგო ტაძარი, ანუ კონსტანტინეს ტაძრის სახელით არის ცნობილი, აღდგომის ტაძარზე საუბარი. ეხლა ნელა გადავინაცვლოთ იმ ადგილისკენ, თან აქ ხმაურია, კონკრეტულად რა ადგილზეც ვისაუბრებთ. როდესაც დედოფალმა ელენემ ააგო ტაძარი, სამონასტრო ცხოვრება ჯერ არ არის იერუსალიმში. და პირველი მონასტრის, თან უზარმაზარი მონასტრის მშენებელი, ავტორი, ასე ვთქვათ, ქტიტორი, აი გავჩერდეთ, მოდი ცოტა ხანს. სწორედ პეტრე იბერია. ჩვენ უკვე გვაქვს მასალები, ვიდეოც გადავიღეთ, თუ რატომ ითვლება პეტრე იბერი პირველი მონასტრის ამშენებლად წმინდა ქალაქში. მაგრამ აი ეს მონასტერი, იბერთა მონასტერი, უკვალოდ ქრება ისტორიიდან. და პასუხი არ არსებობს, რატომ გაქრა ეს მონასტერი ასე უკვალოდ, რომ არ გვაქვს მისი არქეოლოგიური ფენაც კი. რეალურად ქართული მემკვიდრეობის შესახებ იერუსალიმში თუ მცოდნე ადამიანი ჩამოვა თითქმის ყველაფრის, აი 80%-ის მიკვლევა შესაძლებელია. მაგრამ პეტრე იბერის მონასტერზე, მოდი აქ შევჩერდეთ ისევე, ვერაფერს ვერ პოულობთ. ძველი მკვლევარები, რომელიც ამ მონასტერს ეძებდნენ, მათ შორის იყო გრიგო ფერაძეც, თვლიდნენ, რომ შესაძლო იყო პეტრე იბერის მონასტერი ყოფილიყო ის მონასტერი, რომელიც დღეს სომხებს ეკუთვნით და იაკობების მონასტრის სახელით არის დღეს ცნობილი. თუმცა ქართულ წყაროებში მას ვიცნობთ იაკობების მონასტრადაც. იყო ვერსიები ასევე, რომ პეტრე იბერის აი ეს იბერთა მონასტერი, ანუ ესე იცნობდნენ ისტორიაში, იბერთა მონასტერი იყო იოანე მახარებლის სახელობის მონასტერი, რომელიც იოანე მახარებლის სახლის ადგილას იყო აშენებული და დღეს ის დაანგრიეს კათოლიკებმა და იმის ადგილას სან სალვატორი ააშენეს. რაში დაუშვა შეცდომა? შეცდომა ყველა მკვლევარმა დაუშვა ერთ ნიუანსში, რომელიც ჩვენ აღვადგინეთ და ამ ისტორიის აღდგენა მართლა ჩემი და გიორგის, ასე ვთქვათ, დიდი შრომის შედეგია. და ძალიან კარგმა სპეციალისტმა რაღაცა თვითონაც არ იცოდა, მაგრამ რაღაცა მინიშნება მოგცა, რომ აღვადგინეთ ეს. ეხლა გავყვეთ ამ ისტორიას. როგორ გაქრა წმინდა ანუ პეტრე იბერის იბერთა მონასტერი და სად მდებარეობდა ის? ამას ჩვენ მივაკვირიეთ. ისტორიული წყაროების მიხედვით, აი ხა სადაც ჩვენ ვიმყოფებით, სადაც გავართ, იბერთა მონასტერი იდგა დავითის კოშკის მახლობლად, სიონის მთაზე. აი ამ ციტადელს, რომელსაც დავითთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ ესეც სახელით არის ცნობილი, დავითის კოშკის სახელით არის ცნობილი, არის ეს. ასევე ვარაუდობდნენ, რომ აქ არის მეჩეთი, იაყუბის მეჩეთი და იმ ადგილასაც იყვო. სიონის მთის გარკვეული მონაკვეთია ეს ტერიტორიაც და ამ გზის გაგრძელებაზეა იაკობების მონასტერიც. მაგრამ აი ნახეთ, მოbrundit ახლა ჩემსკენ, ჩემს უკან არის პოლიციის შენობა. აი ამ პოლიციის შენობის ადგილას იყო იბერთა მონასტერი და საიდან ვადგენთ ამას? იო, ამოდით ცოტა ჩემსკენ აქეთ და როგორ გაქრა ეს მონასტერი. ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია. როდესაც ჯვაროსნები შემოვიდნენ იერუსალიმში, მათ ააშენეს სასახლე, რომელიც იყო იერუსალიმის მეფეთა სასახლე. და აქეთკენ წავედით, ჩვენ დავიწყეთ გამოკვლევა, სად იდგა იერუსალიმის მეფეთა სასახლე და ისიც იდგა დავითის კოშკის მახლობლად. და როდესაც დავიწყეთ მოძიება, ააშენეს თუ რის საფუძველზე, აი საიდან გაჩნდა ეს სასახლე, მივაკვირეთ ასეთ პასუხს, რომ იერუსალიმის მეფეთა სასახლე დავითის კოშკის მახლობლად დიდი ბიზანტიური მონასტრის გადაკეთების შედეგად გაჩნდა ქალაქში. დავითის კოშკის მახლობლად ერთადერთი დიდი ბიზანტიური მონასტერი იდგა. ეს იყო იბერთა მონასტერი. ანუ მონასტერი გადაკეთდა სასახლედ, ხოლო შემდეგ, როდესაც სალადინი იღებს ქალაქს, ის ანგრევს ძალიან ბევრ
ნაგებობას და განსაკუთრებით მას, რაც სწორედ კათოლიკებს ეკუთვნით, ხო? იმიტომ რომ ჯვაროსნებთან იყო ეს შეტაკება. და შესაბამისად, როდესაც განადგურდა იერუსალიმის მეფეთა სასახლე, განადგურდა პეტრე იბერის მონასტრის კვალი, იმიტომ რომ ეს იყო გადაკეთებული მონასტერი. ეხლა დევანდელი შენობა თუნდაც ეს შენობა ეხლა აქ რაც დგას, ცხადი ახალია, საერთოდ არაფერი კავშირი უკვე იმ ეპოქასთან არ აქვს და აქ არის პოლიციის განყოფილება ძველი ქალაქის და აი ამ აქ სადაც ეხლა არის პოლიციის განყოფილება, აქედან ხო, ოღონდ ნახე, ოღონდ ერთი რაღაცა უნდა შეგვეშოს, მარტო აქ ეს პოლიციის განყოფილების შენობის ხელა კი არ იყო ეს მონასტერი. პეტრე იბერის მონასტერი იყო ძალიან დიდი, რომელიც რამოდენიმე ეკლესია ექნებოდა მას და სწორედ აი ეს იაკუბის მეშეთის ადგილასაც რო არის ეკლესია, ესეც ამ კომპლექსში შედიოდა. იერუსალიმის მეფეთა სასახლეც იყო დიდი. არც ეს დავითის კოშკი რაც არის, ეხლა უკვე მუზეუმი ამ სახით მაშინ არ იყო და ეს მეფეთა სასახლე იყო მიერთებული, ასე ვთქვათ, ამ ტერიტორიას, ხო? სადაც ეხლა აი აქ თხრილს ვხედავთ, გაკეთებულს დაბლად თხრილია. ისე რომ რეალურად აი ამ პროცესში ქრება ახლა ეს ციტადელი რაც არის ეს გარკვეული პერიოდი კი აქ როგორ არის იცი? აი ეს თხრილი იყო. ნახე, ეს არის ძალიან რთული ნაგებობა. აქ იდგა ჰეროდეს სასახლე, აქ არის კედლის ნაწილები, რომელიც ჰეროდეს პერიოდის არის. ამას ჩვენ ფილმში ნახავთ და მუდმივად ტრანსფორმაციას განიცდიდა ეს ტერიტორია. შესაბამისად, აი ამ პროცესში გაქრა უკვალოდ პეტრე იბერის მონასტერი და ეხლა წეგან მე ვთქვი ბიზანტიური მონასტერი თქო და შეიძლება ბევრს გაუკვირდეს რომ ბიზანტიური მონასტერი რა კავშირშია ქართულთანო. ჩვენ ცალკე თავად მოგიყვებით როგორი ცხოვრება იყო ლათინთა შემოსვლამდე. აქ მაშინ ყველა მონასტერი იყო ერთნაირი, ანუ არქიტექტურა იყო ბიზანტიური, ისინი მეგობრულად ცხოვრობდნენ აქ და გარკვეული ისტორიკოსები ესეც რამეს ამბობენ, იცი და ძალიან საინტერესოა სხვათა შორის და ამან მოახდინა სწორედ რაღაცების გაქრობასთანაც გავლენა. ლათინთა შემოსვლამდეო, ანუ სანამ ეს დასავლეთის ხალხი აქ შემოიჭრებოდა აქტიურად, ლათინთა შემოსვლამდეო ყველა ცხოვრობდაო, არ ჰქონდა მნიშვნელობა რომელი ეროვნების იყო, რა კონფესიის იყო, ბერძენი იყო, ეგვიპტიდან გამოსული იყო, ვინც იყო, მონასტრებში ერთად ცხოვრობდნენ ძმურათო და აი რელიგიური ფანატიზმი და ეს სიტყვა წერია, არ ვიტყვი ხა ავტორს ჯერ. აი ეს რელიგიური ფანატიზმი და შხამი ეგოიზმისო, სწორედ ნაციონალური შხამიო. შემოიტანეს სწორედ ლათინებმაო, რის შემდეგაც უკვე გაჩნდა აქ ეს თემა, რომ აი ეს ჩემია, ეს იმისია, ეს ამისი, ანუ მანამდე აქაური ცხოვრება სხვანაირი იყო, ყველაფერი იყო რაღაცა ერთი. დავდით ბარემ და აი ეს მესრო სომხური საპატრიარქოა და ახლობების ტერიტორიებიც. ხო, ნელა ხო, ეხლა ჩვენ მოდი მოვძებნოთ ისა. ეხლა არარატის ქუჩა უნდა მოვძებნოთ და იმ რუკაზე არის ეგეც. მოდი.